მამუკა მოგესალმები, გითხარი როგორია შენი მოლოდინები, დღეს როგორ ჩაიარა არჩევნებმა მოლდოვაში? სამშვიდობისა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. ხო, დაიხურა საარჩევნოები მოლდოვაში 14 წუთია, თუმცა დიასპორაში, ანუ საზღვარგარეთ ჯერ უბნები ღია, მათ შორის ევროპაში, შეერთებულ შტატებში. საკმაოდ აქტიური იყო დიასპორა ამ შემთხვევაში, დაახლოებით 275,000-მდეა მოლოდინი დაფიქსირდება, იმიტომ რომ რიგები დგას რამოდენიმე ქვეყანაში. თვითონ მოლდოვაშიც აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, 52-55%-მდე. ამ ყოველ შემთხვევაში რაც ცნობილია, თუმცა ინფორმაცია იქ პარალელურად მიდის, ამიტომ ალბათ ეს ციფრები არ შეიცვლება. აქტიური იყო კიშინეუ, აქტიური იყო დიდი ქალაქები, ქალები მონაწილეობდნენ დიდი რაოდენობით, ახალგაზრდების ხვედრითი წილი არამრჩევლობის საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 33% ნამდვილად მივიდა, შესაბამისად არჩევნები შედგა, თუმცა უკვე ხალხმა დაველოდოთ შედეგებს. თვითონ არჩევნების პროცესთან დაკავშირებით ერთ-ორი სიტყვით, მეტნაკლებად მშვიდობიანად გაიმართა, თუმცა რამოდენიმე ადგილას დიასპორაში, ანუ საელჩოებში იყო სრულ განგაში, ანუ რაღაც ასაფეთქებელი ნივთიერების თაობებზე, თუმცა ეს განგაში მოიხსნა, თვითონ კნეზისპირეთსა და მოლდოვას შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნა დამინირებული, ამის გამო ჩაიკეტა ეს მონაკვეთი და რაღაც რაოდენობა მოსახლეობის კნეზისპირეთიდან ვერ გადმოვიდა ხმის მისაცემად, მაგრამ ეს რეალურ სერიოზულ ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე ასევე ვერ მოახდენს. რაც შეეხება თვითონ მოლოდინს, არჩევნები მოლდოვაში ყოველთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, თუმცა განსხვავებით საქართველოსგან რაღაც სერიოზული შეშფოთების საგანი იმაზე, რომ რაღაცა დარღვევები ზეგავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე არ ყოფილა. ანუ იქ ესეთი ექსცესები, რაც არის ეს არჩევნო კარუსელები, ან დაუშვათ ეს ძველი ბიჭების და სუსების ფორმირებები გარეთ არჩევნებებთან, ან ხალხი ვინც გარეთ ზის და ამ ყველაფერს აფიქსირებს, ეს რაღაცა ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ ბოლო პერიოდში თქვენს ახსენეთ, რუსეთის მხრიდან საკმაოდ სერიოზული რესურსი დაიხარჯა, ძირითადად სამრჩევლის მოსყიდვის კუთხით. თუმცა შეძლო ჩემის აზრით და ნახოთ ამას არჩევნების შედეგებიც გვაჩვენებს, მაგრამ ჩემის აზრით შესაბამისმა სტრუქტურებმა შეძლეს თუ ყველაფრის აღკვეთა არა, გარკვეულწილად პრევენცია და აი დღესაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა კიდე რაღაც ახალი ჯაჯგუფების დაკავება, რომელიც ცდილობდა კიდე რაღაცა არეულობის შეტანას და ფულის გადაცემას იმ ადამიანებზე, ვინც რიგში იდგნენ რამოდენიმე უბანზე. ეს რამოდენიმე 1 საათით ადრე, ვიდრე საარჩევნო უბნები დაიხურებოდა. მამუკა, კი, რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველი, მოლდოვას უკვე დაუგროვდა გარკვეული გამოცდილება და განსხვავებით სამწუხაროდ ჩვენგან იქ პროდასავლური ხელისუფლებაც არის და შესაბამისად რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ, რამდენად ეფექტურად მუშაობენ, კვლავ აი ძველი ტენდენციით, ასე ვთქვათ, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვადევნებდი თვალს, არა მარტო მოლდოვას, ზოგადად დასავლეთის და ევროპის, ზედმეტ სირბილეს ხوارიჩენდნენ დასავლეთი ამ შემთხვევაში თავად რუსეთის მიერ ლიბერალური დემოკრატიის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ავტორიტარული მიზნებით გამოყენებისთვის. ძალიან რთულად გამომივიდა ამ შეკითხვის დასმა, მაგრამ რამდენად ადეკვატურები იყვნენ, ანუ სანდუს მთავრობა რამდენად ადეკვატური იყო იმ რეალური ომის, ანუ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მოლდოვაში და საქართველოში. არა, ჩემი შეფასებით საკმაოდ ადეკვატურები იყვნენ, მათ შორის დასავლეთისგანაც გზავნილები და დახმარებაც შეიცვალა, მით უმეტეს, როდესაც დასავლეთმა თვითონ განიცადა ევროკავშირმა, ხო, რუმინეთში არჩევნები გვახსოვს, ბულგარეთში და ასე შემდეგ, რუსეთის პირდაპირ ჩარევა, შესაბამისად, პოზიციები ნამდვილად შეცვლილი იყო და ყველანაირი ღონისძიება, მათ შორის დახმარებას მოლდოვის ხელისუფლება იღებდა დასავლეთიდან, ამიტომ ვიძახი, მოხდა საკმაოდ სერიოზული ქსელების გამოაშკარავება, უპრეცედენტო რაოდენობის თანხა შედიოდა მოლდოვაში, გულისხმობ კრიპტოვალუტით და ასე შემდეგ, მაგრამ ხა სულად რა თქმა უნდა ამის ყველაფრის პრევენცია და ამოღება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ღონისძიებები გატარდა. რაც შეეხება message box, საქართველოს მსგავსად, რა თქმა უნდა, პრორუსული ძალების მთავარი გზავნილი იყო ომი გინდათ, ეს იყო მთავარი და მშვიდობა, თუმცა ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა, იმიტომ რომ თუ პრორუსული ხელისუფლება მოლდოვაში ომის საფრთხე მით უმეტეს იზრდება, იმიტომ რომ უკრაინა ამ შემთხვევაში საზღვართან მიიღებს მტერს სახელმწიფოს, ხო და აქედან
გამომდინარე არ ამგონია დღესდღეში უკრაინამ თუ მოლდოვა იქნება პრორუსული ხელმძღვანელობის ქვეშ, იქ რაღაცა სერიოზული ექსცესებს არ ქონდეს ადგილი. გარდა ამისა, გამოყენებული იყო რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რა თქმა უნდა, ზეგავლენის მოსახდენად, მაგრამ განსხვავებით საქართველოსგან, რაც ხოთაშორის რუსეთმა ვერ მოახერხა ის, რომ ვერ შექმნა ალტერნატიული პროევროპული ძალა, რაც ჩვენთან 2012 წლის სპეცოპერაციაზე განხორციელდა. ხო, ეხლა მაშინ ივანიშვილი არ მოვიდა იმ მესიჯებით, რასაც დღეს ახმოვანებს, რაც რეალურად მის მესიჯებია. ის შეფარულად მან მიიმხრო ძალიან ბევრი პროევროპული პოლიტიკური ძალა თუ პიროვნება და აი ამ საფარქვეშ მან მოახერხა ის, რომ მას ხმა მიცა, მიუხედავად იმისა, ხალხს მოწონდა არ მოწონდა სააკაშვილი, დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩევლის უმრავლესობა 2012-ში იყო ის ხალხი, ვისაც ევროპა უნდოდა, მაგრამ ივანიშვილის და აი გარემოცვის მაშინდელი პოლიტიკური ქართული ოცნების გარემოცვის მთავარი ძალით ევროპა იყო, ხო? ეს ეხლა გამოაჩინა ბოლო პერიოდში უკვე სახე ნათლად, მაგრამ მაშინ აი ეს ვერ შეძლეს მოლდოვაში ორი დაპირისპირებული მხარეა, ეს არის პრორუსული ძალები და ეს არის პროევროპული. შეცდომები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰქონდა შეფასებით მთავარი შეცდომა, აქაც გამეორდები და ალბათ იგივე რაც თავის ზოზე საქართველოში მოხდა ის, რომ 2012-ში მაგალითად ალტერნატიული დემოკრატიული პროევროპული ძალა, რომელიც იგრძნობდა თავს კომფორტულად და მათ შორის კონკურენციას გაუწევდა მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობას, არ იყო. დაახლოებით იგივე სიტუაციაა დღეს მოლდოვაში შუა არის გაკრეფილი, ანუ თუ გინდა ევროპა აძლევს ხმას სანდუს, თუ გინდა რუსეთი აძლევს ხმას აი იმ ორ ბლოკს, ხო? პატრიოტებს და ეგრეთულ პატრიოტებს და ალიანსებს. არადა მოცემულობა დემოკრატიულ ქვეყნებში ის არის, რომ რაც არ უნდა კარგი მთავრობა იყოს, უკმაყოფილობები დიდი ხნის მმართველობის დროს გროვდება და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მოქმედი ხელისუფლების ასევე პროდასავლურ ალტერნატივაზე იყვნენ ორიენტირებულები. მამუკა, ძალიან დიდი მადლობა ველი დარჩენების შედეგებს. თუ არ ვწდები დღეს თქვენი დაბადების დღეც უნდა იყოს? ხო არ ვწდები? უშენიყო, მაგრამ ჩვენისებო დიდი მადლობა. კარგი და ვისურვებ, რომ მათ შორის მოლდოვას გამარჯვება ერთ-ერთი საჩუქარი იყოს მოლდოვაში პროდასალურ ძალების გამარჯვება თქვენთვის. დიდი მადლობა, უბრალოდ დასასრულისთვის მაინც რადგანაც მკითხეთ, ანუ რა მოლოდინი მაქვს, რა თქმა უნდა დაველოდოთ შედეგებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოლდოვაში ერთადერთხელ იყო წინა არჩევნების, ვისაც ერთმა ძალამ, ანუ ქალბატონი სანდუს ძალამ პარტიამ მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს ესეთი არ ყოფილა, ალბათ არც ახლა არ იქნება, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოხერხდება ისეთი შედეგის დადგომა, რომლის თანახმადაც მოლდოვა ქალბატონი სანდუ და მისი პარტია მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას და კომპლექტებას, ალბათ კოალიცია იქნება ერთ-ერთ ძალასთან, რომელიც დღეს გზავნილებით ყოველ შემთხვევაში საკმაოდ პროევროპულ გზავნილებს აჟღერებდა, ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განსხვავებით სამწუხაროდ საქართველოსგან მოლდოვა მოახერხებს ამ პროევროპული გზის გაგრძელებას და უბრალოდ ვიტყოდი, რომ ბოლოს და ბოლოს ეს წყალითებ ჩვენს გადმოგვესხას, იმიტომ რომ ჩვენთან 90% პროევროპულია, მოლდოვაში რეალურად 55% პრორუსული. აი ამ პირობებში მოლდოვა ამას ახერხებს და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ. დიდი მადლობა. მადლობა, მეც გიერთებით ამ სურვილებში თავისთავად ცხადია, დავემშვიდობოთ ბატონ მამუკას.